მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არც ღმერთმა ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგიფარო. შვიდობა, მადლი, ბარაკა გიმრავლოთ. შემოქმედმა უფლის მიერ ძვირფასო ძმებო და დებო. დღეს დღევანდელი კვირა დღით იწყება უკვე მოგეხსენებათ 5 კვირით ადრე იწყება ხოლმე დიდმარხვისთვის მოსამზადებელი კვირები, საკითხავები და დღეს უკვე იწყება დიდმარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი. მეზვერისა და ფარისევლის კვირა დაგვიდგა. ყველასთვის მეტნაკლებად ძველი და განადგურებული მრევლი ბრძანდებით შეკრებილი ყველასთვის ცნობილია ეს სახარებისეული ამბავი. როგორ იყო შეკრებილი შესაკრებელ ადგილას, ანუ ტაძარში, როგორ იყო ორი ადამიანი შესული, ერთი მეზვერე და ერთიც ფარისეველი. დღეისათვის ამ ორივე სიტყვას შეიძლება არ ქონდეს ისეთი მნიშვნელობა, როგორც ჩვენ ყური გვაქვს შეჩვეული, ორიოდე სიტყვით მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ფარისეველი დღეს ნიშნავს პირფერ, ორპირ, ორგულ, თავის მომაჩვენებელ და ასე შემდეგ ადამიანს. მაშინ ფეროშიმები, ფარისევლები იყო რელიგიურ-პოლიტიკური პარტია, რომელიც ატარებდა იმ ამბიციას, რომ უნდა ყოფილიყო მთელი ისრაელი ერის ხელმძღვანელი, მიმართულების, გეზის, ორიენტირის მიმცემი და რამოდენიმე საუკუნე გაძლო ამ პარტიამ თავის დროზე. არის ვერსიები, რომ მაკაბელების დროს, ანუ ძველი წელთაღრიცხვით, ქრისტემდე 2-3 საუკუნით ადრე ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი რაღაც პირველი ფორმით. მათი პირველი ფიქრი, დანიშნულება ამ ჯგუფისა იყო ის, რომ უნდა რაც შეიძლება ზედმიწევნით, რაც შეიძლება მკაცრად უნდა ყოფილიყო დაცული ჯულის ყველა მოთხოვნა და განჩინება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ზედმიწევნითობა იქცა ფორმალობა და ამიტომ ეს სახელი, რომელიც მათ ერქვათ, ფარისევლები, ფეროშიმები, ხალხმა დაარქვა თვითონ. ფეროშიმ ნიშნავს შეღებინს. გარედან რო ერთი ფერისაა და შიგნით რო მეორე ფერის. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჯულის თითქოს და ზედმიწევნითობა აუცილებლად გულისხმობდა ჯულის შინაარსის, ჯულის სულის მეორე ხარისხზე გადატანას. იმიტომ რომ იმ წესებსაც, იმ რიგსაც, ყველაფერს, რასაც ჯული გვასწავლიდა ძველ აღთქმაში თუ გვასწავლის ახალ აღთქმაში, მაშინ აქვს ნამდვილი სიცოცხლე, მაშინ აქვს ნამდვილი აზრი, მაშინ არის ნამდვილად ღვთისმოსაწონი, როდესაც იგი იმ სულისკვეთებით, იმ სწორი განცდით, იმ სწორი ღვთისმოსაობით აღესრულება, რომელიც უფალმა ინება და დაუშვა ჩვენთვის. ამიტომაც ორიოდე სიტყვით გავიხსენეთ, ვინ არიან ფარისევლები. ეს არის ხალხი, რომლებსაც ამბიცია აქვთ, რომ ყველაფერი ხალხში ყველაზე კარგად მათ იციან და მათ უნდა უკარნახონ ხალხს, ვინ როგორ იყოს, ვინ როგორ მოიქცეს, უნდა მათ გააკონტროლონ ყველა და მათ უნდა დაუსვან ბეჭედი ყველაფერს, ვინ არის და როგორ არის. ხედავთ ხო სახარებაში იოანე ნათლისმცემელთან მიდიან ეკითხებიან, შენ ვინ ხარ რასაკეთებ, ქრისტესთან მიდიან ეკითხებიან, შენ ვინ ხარ რასაკეთებ და მათ საკმაოდ ბევრი ყავთ ესეთი თავიანთი პარტიის შემადგენლობაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი, როგორც მაღალი, ისე დაბალი, თუმცა გარკვეული ესეთ საშუალო ფენა შეიძლება ითქვას უმრავლესობა მათ მომხრედ არის ამ დროს ჩამოყალიბებული უკვე ქრისტეს დროს. რადგანაც ისინი იყვნენ აი ამ გულმოდგინების გამო მათიანი იყო უმრავლესობა მასწავლებლებისა, მოძღვრებისა, განმარტებლებისა, ანუ ერთის მხრივ აი თავად მაცხოვარი რას ამბობს, გავიხსენოთ, ფარისევლები ვითო. ფარისევლები რასაც ლაპარაკობენ, რასაც ეს ყველაფერი გააკეთეთო, მაგრამ მათ საფუარს ნუ მიიღებთ. ანუ იმ სულით, იმ აზრით ნუ გააკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ. თორე რა გულმოდგინებითაც ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი დაცული იყოს, ამაში კი არ არის დანაშაული. შინაარსის დამახინჯებაში,
ამოტრიალებაშია პრობლემა. თორე წმინდა წერილის სიტყვები ვიცით მაცხონებელია, მაგრამ უდაბნოში გამოცდის დროს სულ წმინდა წერილის სიტყვებს სთავაზობდა, წმინდა წერილის სიტყვებზე დაყრდნობით უკეთებდა შეთავაზებებს ბოროტი ძალა უფალს და მაცხოვარ ჩვენსას იესო ქრისტეს. აი გადაიგდე შენი თავი და დაწერილია რომ ანგელოს და ზედააგიფრან შენ და არასადაც არცე ქვასა ფეხი შენი. აი პური მიიღე, იმიტომ რომ საზრდოდ გააჩინა უფალმა ეს ადამიანისა და რატო უნდა იყო მშიერი და ასე შემდეგ. თუმცა ეს იყო ამ ყველაფრის დამახინჯებულად მიწოდება და უფალმა სწორად უპასუხა სამივე შემთხვევაში ისევ წმინდა წერილის სიტყვებით. ერთ შემთხვევაში რომ არახოლო პურითაც ხდება კაცი, არამედ ყოვლითაც სიტყვითა, რომელიც გამოვალ პირისაგან ღვთისა. მეორე შემთხვევაში და მესამე შემთხვევაში კიდე რაც ყველაზე ძიმე შეთავაზება იყო, ასევე მოგცა ფაქტობრივად მოძღვრობა, რომ აი პასუხიც კი აღარ უნდა გასცემს გავს შეთავაზებას, როცა ეშმაკი დამორჩილებას ითხოვს და მხოლოდ ისაა პასუხი, რომ წარვეთ ჩემგან სატანა მართლობუნ და ასე ვთქვათ მომშორდით ლიანად არაფერი საერთო არ აქვს ჩვენ. აი ხედავთ ჩვენ რომ წმინდა წერილი იქნება, საღვთო სწავლება იქნება, რჯული იქნება, თუ კარგად არის გაგებული, იგი მაცხონებელია. თუ არა და იგი ადამიანს დაუწყობს. პავლე მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ კეთილარს რჯული უკვე თუ პავლე მოციქული არა, ერთ-ერთი წმინდა მამა გრიგოლ ნოსელი ამბობს ამას, კეთილარს რჯული უკვე თუ ვინმე წესიერად იპყრასო იგი. ანუ მაშინ არის რჯული კარგი, როდესაც მას სწორად მოიმარჯვებ და სწორად გაიგებ. გრიგოლ ღვთისმეტყველი რამდენიმე დღის წინ იყო მისი ხსენება ამბობს ესეთ რამეს, რომ ჩირაღდანს გავსო საღვთო სწავლება და ეს სინათლე და ცეცხლი რო აქვს ჩირაღდანს. გონიერი კაციო ამ ჩირაღდანს დაიჭერს ხელში, წაიმძღვანებსო წინ, თვითონაც გზას გაინათებსო, სხვებსაც გზას გაუნათებს და კიდე ხალხს გაიყვანსო რაღაცა სამშვიდობოდ. და უგუნური კაციო ტარში არ მოკიდებსო ხელსო, პატროქს წვდება პირდაპირო, თვითონ ხელს დაიწვავსო, ჩირაღდანს ჩააქრობსო, თავისთვისაც დაიბნელებს გზას და სხვებსაც დაუბნელებს. ანუ კეთილარს რჯული უკეთო ვინმე წესიერად იპყრას იგი. თუ სწორი შინაარსით, სწორი აზრით იგებს ადამიანი და თავისი არსებული რეალობის შესაბამისად იაზრებს იმ მთავარ დებულებებს, მთავარ პრინციპებს, რასაც რჯული გთავაზობს. მეზვერეები ვიღაი, მეზვერეებს მარტივად თარგმნიან ხოლმე მებაჟეებად. მებაჟეები წესიერი ხალხია, რას ვერ ჭირდება. ნუ ზოგი ისეთია, ზოგი ასეთი, მაგრამ ისინი სახელმწიფოს სამსახურში ჩამდგარი ხალხია, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ნებისმიერ ჩვენგანის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და თავის საქმეს აკეთებენ. მაშინდელი მეზვერე ესე არ იყო. მაშინდელი მეზვერეობა ადამიანს შეიძლებოდა ეს თანამდებობა ეყიდა, ან ექირავა გარკვეული დროით, 1 წლით, 2 წლით, 5 წლით უფლება აეღო, რომ მე ვიქნები მეზვერე. ზვერი ნიშნავს გადასახადს, ხარკს. და მეზვერეობა ნიშნავდა იმას, რომ ამ თანამდებობის პირს უნდა აეკრიფა გადასახადი მოსახლეობიდან და ჩაებარებინა ამ შემთხვევაში დამპყრობელი ერისათვის, რომაელებისათვის, რომლებსაც დაპყრობილი ჰქონდათ მთელი პალესტინა. და რას ნიშნავდა ეს ახლა ადამიანი, რომ თანამდებობას იყიდის, ფულს გადაიხდის ამაში 1 წლით, 2 წლით, 3 წლით, იმას ხელფასი კი არა აქვს ცალკე. იმან ცალკე იმდენი ხარკი უნდა აკრიფოს, რომ რომაელები გაისტუმროს, რაც იმათთან გადასახადი აქვს და ცალკე თვითონ უნდა იხეიროს. და თან როგორც წესი ამ თანამდებობას ყიდულობდა ხოლმე უმრავლესობა საკუთარი ერისავე წარმომადგენელი, ისევ ისრაელიანები, ებრაელები. და ეს ხალხი იყვნენ საძაგელი ხალხი ერის თვალში. იმიტომ რომ ისინი დამპყრობლის სამსახურში ხო დგებოდნენ ეს ერთი, თავისიანებს ხო ასე ატყავებდნენ ხო ეს ორი და იყვნენ უსასტიკესი და ყველაფრის მკადრებელი ადამიანები. ჩვენ აი ზაქეს მაგალითსაც ვხედავთ, რამოდენად ქონება აქვს კაც დაგროვილი ქრისტეს რო შეიპატიჟებს სახში და როცა იცვლება მისი ცხოვრება და ზაქეს მაგალითი ჩვენთვის სანუგეშოა, ზაქეს კვირაც იქნება რამოდენიმე ხანში, როცა იგი რას ამბობს, რომ ყველასო დაუბრუნებო 4 მაქსო უკეთუ ისმე ცილი დავსდებო. ანუ თუ არ დააბრალებდი კაცს რაღაცას, ხო ახლა
ისე ვიგამოგატანდა იმ ზედმეტ თანხას. ანუ ცილს წამებდნენ ისინი ადამიანებს, რაღაცებს აბრალებდნენ, სახელს უტეხავდნენ, 1000 რამეს კადრულობდნენ, რომ ზედმეტი შემოსავალი ეშო. ხო და ის გამონათქვამი კიდე ფული ჯოჯოხეთს ანათებსო კი არ გაუქმებულა რომელიმე საუკუნეში. და საქმეც მაგაშია, რომ ის ფული სამოთხეში არ ჭირდება, იქ აღარ გაყვება, იქ ყველაფერი ღვთისგან არის. ის თან გაყვება ჯოჯოხეთში და იქ როგორ გაანათებს, ავიც ღმერთმა იცის, თორემ განა უფალს ვინმესთვის სიმდიდრე ენანება. დავითი რო იყო მდიდარი და სოლომონი რო იყო მდიდარი და რამდენ ვიღაცას ხედავთ ჩვენ მდიდარ ადამიანს ბიბლიური ისტორიაში, სიმდიდრე კი არ არის ადამიანის პრობლემა. უფალმა რა ადამიანზე შეძლებული ვინმე იყო მთელი დედამიწის ხელში. პრობლემა არის ამ ყველაფრის მონობა და ამისთვის ცხოვრება. როგორც გამონათქვამი რო არსებობს ადრეო ნივთებსო იყენებდნენ რომ ადამიანები უყვარდათო, ეხლა პირიქით არის ადამიანებს იყენებენო და ნივთები უყვარდათ. ხო აი ესე ტრიალდება რაღაც, ეს მაგს ახლის გამოგონება კი არ შეუძლია. შეუძლია მხოლოდ ის დაამახინჯოს, რასაც ღმერთი გააჩენს. ამოატრიალოს, ამოაყირაოს, მოამახინჯოს, სახე შეუცვალოს და იმ პატრუქივით, წეღარუთქვი, იმ ჩირაღდანივით უგუღმა დაგაკავებინოს ხელში, რითაც ხელსაც დაიწვავდა დააბნელებ კიდე რის დაბნელებად შეიძლება. ამიტომ აი ეს ორი კაცი, ორი განსხვავებული ადამიანი, ერთ მხარეს თითქოს და რჯულის ზედმიწევნით საუკეთესოდ დამცველი, მეორე მხარეს მეზვერე, რომელიც არის თავისი აი სამარიელებთან, უცხოებთან, მტრებთან იყვნენ გაიგებებული ყოველთვის მეზვერეები და ეს ორი კაცი დგას ტაძარში. ფარისეველი დგას ტაძარში წინ, მეზვერე დგას ტაძარში უკან. და ორივე ლოცულობს. ეს ფარისეველი ლოცულობს დიდი სამრით, მადლობა ღმერთო, რომ ზოგ-ზოგიერთივით არა ვარ. აი იმისნაირი არა ვარ ვაიგერო. ისეთი არა ვარ, ასეთი არა ვარ და ბედნიერია, უხარია როგორც არის. იმას ვაკეთებ, ამას ვაკეთებ, ეტრაბახება ღმერთს. თითქოს და სიცოცხლე, რომლის პირობებშიც ვინმე რამეს აკეთებს, თვითონ ღმერთს მოცემული არ იყოს და ის ძალა, რომლითაც რამეს ვაკეთებ. და ეს მეზვერე დგას გულში მჯიხს ირტყავსო, როგორი განცდა თავისი მდგომარეობისა, ესე იგი, რაღაც მიეცა ამ კაცს მაკურნებელი სინანული და ამბობს სიტყვებს, რომ ღმერთო მილხინე მეწოდულსა ამას. გადამარჩინე ღმერთო. მაპატიე ღმერთო, უღირსი ვარო მე და ცოდვილი ვარ. და მთავრდება ეს იგავი უფლის ესეთი დასხვნით, რომ მეზვერეო უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდანო ვიდრე ფარისეველი. აი აქ არის მთელი ეს თქვა საიდუმლო ჩადებული, რომ კიდევ ვიმეორებ, იმ ჩირავდანისა არ იყოს ყველაფერს კარგად გაგება უნდა. თუ ადამიანმა დაამთავრა განვითარება, თუ ადამიანმა დაამთავრა ყველაფერი, უკვე ესე იგი ის მკვდარი. და ეს კაცი იძახის, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, ბედნიერი ვარ, ჯანმრთელი ვარ, კიდე კაი ზოგ-ზოგიერთივით არა ვარ, ანუ იგი გაჩერდა. როგორც ჩვენ რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ნაწარმოები ილია მართლის, ხო? და რას აკეთებს იქ ის განდეგილი? თვისა სიწმინდეს შეიმოწმებდაო და სხივზე აყრდნობდა წიგნს. რაც დაამთავრა ესე იგი, სიფრთხილე აღარა აქვს, აღარაფერი აღარა აქვს. ჩათვალა რომ წმინდა, თუმცა მიაღწია მართლა რაღაც სიწმინდეს, ახლა ისე კი არ ხდება ეს მზის სხივი გიკავებდეს სალოცავწილს. მაგრამ დაამთავრა იმან მსახურება. და თავის სიწმინდეს შეიმოწმებს და ბედნიერი. ის 1 წელიწადში დაეცემა, 5 წელიწადში დაეცემა, თუ 10 წელიწადში გარანტირებულად დაეცემა, იმიტომ რომ უკვე არასწორ გზას დაადგა. უკვე სიკვდილის გზას დაადგა. ესეა ფარისეველიც. იგი გაჩერდა. მაშინ როცა უფალი ამბობს, რომ მე ვარ კარი და უფალი ამბობს, მე ვარ გზა. თუ გზაზე ჩერდები და ეს გზა არის უსასრულო, იმიტომ რომ თვითონ უფალი არის უსასრულო. და რამდენჯერაც არ უნდა დავქვიოს რაღაცამ უკან, ჩვენ ამ გზაზე უნდა შევტრიალდეთ და ისევ წინ ვიაროთ. როგორი რთულიც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს. მეზვერისა და ფარისევლის იგავი გვასწავლის საკუთარი ცოდვების განცდის უდიდეს მნიშვნელობას.
მომიყვანია ხოლმე ეს მაგალითი და მომიყვან დღესაც თქვენი ნებართვით. თვარე უფრო დიდია თუ ჩემი მუშტი. ყველა ვიცით რომ თვარე უფრო დიდია. მაგრამ რატოა რომ ჩემი მუშტი უფრო დიდი ჩანს? იმიტომ რომ ეს ახლოსა. რამდენიც არ უნდა გავიწელო, საწავიღებ ამ ხელს აგერ იქნება მაინც. 70-80 სანტიმეტრში, 1 მეტრაში. და ეს აუცილებლად უფრო დიდი იქნება, ვიდრე მთვარე, რომელიც ამ ხელად ციური სხეულია. ანუ ერთია რაღაცის ობიექტური მნიშვნელობა, რომ ის რაღაცა რეალურად უფრო დიდია. ვიდრე ჩემი ერთი პატარა ხელი მე თვითონ მთლიანად რავა. მაგრამ ჩემთვის, პირადად ჩემთვის, სუბიექტურად ჩემ რეალობაში რომ განვიხილო, ობიექტურად ჩემი მუშტი უფრო დიდია. ასევე ვიღაცა შეიძლება კაცის მკვლელია და მისი ცოდვა ძალიან მძიმეა. ვიღაცა შეიძლება საშინელების ჩამდენია, მისი ცოდვა რაღაც ძალიან მძიმეა. მაგრამ მე შეიძლება ვითომ და აი ახსარებებში წაგვიკითხავს ხოლმე მოგვისმენია ხოლმე ყოველდღიური ცოდები, თითქოს და რა სავალდებულო იყოს რაღაცა ყოველდღე ჩაიდინე. კვილის გამოხეხვასავით და რაღაც ჩასმადახურვასავით. ყოველდღიური ცოდები. სავალდებულოა რაღაცა ყოველდღე ჩაიდინო, კაცო. არ არის სავალდებულო ვიღაცა ყოველდღე განიკითხო. არ არის სავალდებულო ყოველდღე რაღაც რისხანებას ჩავარდე, ყოველდღე შეიდინო, ან ეს ითვლება რომ ეს ყოველდღიურია, ასე უნდა იყოს. ჩვენ თვითონ ვეგუებით, ესე იგი რომ ყოველდღიურობა ესეთი უნდა იყოს. რანაირად შეიცვლება მე, ან დღე როგორ შეიცვლება და ან ხვალინდელი როგორ შეიცვლება და ან მაზეგინდელი როგორ შეიცვლება. და ეს არის ზუსტად რაღაცის არასწორი დანახვის პრობლემა. აი ეს არის, რომ ჩვენ ესე იგი ესე ვხედავთ რაღაცა საკითხს. არადა ნუ ვიფიქრებთ, რომ მაინდა-მაინც დღეს არის ხალხო ეს პრობლემები. პრობლემები ყოველთვის იყო და პრობლემები ყოველთვის იქნება. მე მხოლოდ ანუ პირველ რიგში საკუთარი ცოდები უნდა განვიცადოთ და რა თქმა უნდა რეალობის ობიექტური აღქმა არ დავკარგოთ. აი დღეს მხოლოდ 60 კილოს ერთ-ერთ ეს ორი წავიკითხეთ, ერთ-ერთ 60 კილოზე გავამახვილებთ თქვენ ყურადღებას და რამოდენიმე მუხლს დავუმატებ კიდე წინასწარ როგორ იწყება ეს თავი. ტიმოთეს ანუ საკუთარ მოწაფეს წერს პავლე მოციქული. ეს უდიდესი მოღვაწე ეკლესიისა და თავი მოციქულების, კორიფე მოციქულებისა, როგორც მას ეწოდება. ტიმოთეს ანუ თავის ერთ-ერთ უძვირფასეს მოწაფეს. კაცს ორი ეპისტოლე რომელთან მიწერილი შემოგჩა ჩვენ. კაცს რომელიც მან დაადგინა თავის მაგივრად გააქრისტიანა რაღაც რეგიონი ოლქი და თავის სახელზე რო დატოვა. დატოვა იქაურ მამად, დატოვა იქაურ პატრონად და მსახურად. და ამ ტიმოთეს წერს ხოლო ესე უწყოდე, რამე თუ უკანასკნელთა დღეთა მოიწიენ ჟამნი ბოროტი. სულ ესე იქნება. რაღაცა ამ ბოლო ხანებშიო ძალიან ცუდი დრო დადგა. და იყვნენ კაცნი თავის მოყვარე, ვერცხლის მოყვარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავა, მგმობა, მამადედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყვარო, უწირავ, მასმენელ, ანუ ჩამშვებ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინაგანცემელ, წარმდები ნიშნავს თავხები, უზრდები. აღზავებულ, ანუ ესეთი რაღაც სურო ბობოქრობენ და რა ას ქვია. გულის თქმის მოყვარე უფრო ის ვიდრე ღვთის მოყვარე. რამდენი რაღაცაა სულ ორ-სამ წინადადებაში ჩამოთვლილი. უმადლო, უწირავი, დედმამის არ მოყვარული, ტრაბახა, აქ უნდეს ხატი ღვთისმსახურებისაი და ძალსა მისა უარყოფდნენ და ამათგანცა განეშორა. და აქ წარმოიდგინეთ, საუბარი არის იმ ხალხზე, ვინც ზოგჯერო
ხატი ღვთისმსახურების, ანუ ღვთისმსახურების სახე აქ შეძენილი. თითქოს და ღმერთი უყვარს, თითქოს და ღმერთს ემსახურება და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში აი ისეთები არიან, ფარისევლები არიან. რაც ჩამოთვალე ამ ყველაფრით გავსებული და ამისთან ახალხსაც გაეშორება. არ გინდოდეს არაფერი ამათთან საერთო. რამე თუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყვენვენ დედათა შეკრებულთა ცოდვით, მოიპოვებენ გულის თქმათა თვითოსახეთა და ყოველადვე ისწავებენ და არასა და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლა. ეს ხალხი და ასეთი ხალხიაო, ვინც მუდმივად ვიღაცის ხარჯზე ცდილობს რაღაცის გაკეთებას, ვინც არბევს ადამიანებს, არაცდის, არც თვითონაც არ აქვს, რა თქმა უნდა, სიმშვიდე და სხვებსაც არაცდის მშვიდად ყოფნას და ყველაფერს სწავლობენო, თითქოს და ბევრი რამე იციან, ყველაფერს სწავლობენო და არასა და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლა. უამრავი რამე იციან, უამრავ რამეს სწავლობენო, მაგრამ ვერსად ვერ ახერხებენო, რომ ჭეშმარიტების ცოდნისკენ წამოვიდნენ. ანუ მართლა ჭეშმარიტება რაც არის, იმიტომ რომ შეიძლება სიმართლე ყველას თავისი ქონდეს. ასეა მართლა, ცხოვრებაა და ადამიანს შეიძლება ქონდეს თავისი სიმართლე, მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის ერთია. ვერ იქნება ჭეშმარიტება 2, 3 და 10. სიმართლე შეიძლება იყოს, რომ ადამიანს ეს რეალობა ქონდა, ეს პირობები ქონდა, რაღაც ცუდად იყო, კარგად იყო, რაღაცა იცოდა, რაღაცა ვერ თქვა, რაღაცა შეეშინდა, რაღაცა დაიღალა, შეეშალა, ყველაფერი ხდება. მაგრამ ჭეშმარიტება არის ერთი. ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ ღვთის წინაშე იზომება. ანუ ვერ მოდიანო ჭეშმარიტებისკენ. ვითარცა იგი იანე და იამბრე უხდებოდეს მოსეს, ძველი აღთქმის პერსონაჟები არიან ესენი და მოსეს აი სეს უშრობდნენ მოკლედ ბანაკში. როდესაც 40 წელი წინამძღვრობდა ერს და მიყავდა აღთქმული ქვეყნისკენ. ესენი უხდებიან ჭეშმარიტებას. კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებით. წმენაში, ანუ ეკლესიურობაში არ გამოცდილი ხალხი მიხდომა ნიშნავს, რაც ახალ ქართულშია, მიუხვდა, მიუვარდა ვიღაცა ვიღაცას. თავს დაესხას ნიშნავს. აი ესენიო, როგორც იანე და იამბრე უჯანყებდნენო მოსეს სიტუაციას, ისე ესენი ჭეშმარიტებას უმხედრდებიან. გარნა არა წარემატენ უფრო ის, რამე თუ უგუნურებაი მათი ცხად იყო ყოველთა და ვითარ იგი მათი იყო. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ვერაფერს ვერ იმატებენ, რომ აი სულ მოусვენრად იბრძვიან, მაგრამ არაფერი მათ არ ემატება თუ ამით. იმიტომ რომ მათი უგუნურება ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მათია, ანუ ღვთისა კი არ არის, ეს მათია. ღვთისა რო იყოს, ახლა როგორც ხალხო მე ჩემი რაღაცა რო გითხრათ, ან დამიჯერებთ ან არა, მაგრამ თუ ღვთისას გეუბნებით და ღვთის სიტყვას გეუბნებით, კაი მე ნუ დამიჯერებთ და ვინც არ უნდა თქვას, ნებისმიერმა ჩვენგანმა ყველამ უნდა დავიჯეროთ, ხო? ესეა, რომ ერთია რაღაცას პირადად რო აკეთებს ადამიანი, ასე უნდა, ასე გადაწყვიტა და მეორეა, როდესაც ღვთისნებას მიყვება და ღვთისნებას ეძიებს. ხოლო შემოდგომილ ხარ შენ ჩემსა მოწურებას, ხოლო შენო და იმედიანად არის პავლე თავის მოწაფის ტიმოთეს მიმართ, რომ შენ შემოდგომილ, ანუ მოყვები ჩემს მოწურებას, რაც მე გასწავლე, როგორც მე დაგარიგე, როგორც დაგტოვე, იმას მოყვებიო ისევ. ჩემსა მოწურებასა, გულმოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, დევნულებასა, ნებათა, რაოდენი შემემთხვია მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას, ქალაქია ეს. რაოდენი დევნანი დავითმინენ და ყოველთაგან მიხსნა მე უფალმა. ანუ თან შენი მხრივ კარგად იციო ეს ყველაფერი და მეორეს მხრივ შენც იმავე ამბების თანამოზიარე და თანამონაწილე გახდი, რაღიღა გამოყევიო ჩემ გზას, რამდენი დევნულების გადატანა
მომიხდაო ყველა ადგილას, სადაც კი ჩადიოდა და მოღვაწეობდა პავლე. მაგრამ ყველგან ყოველთაგან მიხსნა მეუფალმა. არსად არ დამტოვაო დაუცველად ღმერთმა. და ყოველთავე, რომელთა ჰნებავს ღვთისმსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოს მიერ იდევნენ. ანუ არ დარჩება არავინ უდევნელი, ვისაც ნამდვილად ქრისტიანული ცხოვრება უნდა. ეს დევნა შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორც ჩვენ თქვათ პირველ ქრისტიანთა ცხოვრებაში წაგვიკითხავს, რომ სადღაც ლომებს აჭმევდნენ ადამიანს ან ბოძზე ჩამოკიდებულს წვავდნენ და ქუჩებს ანათებდნენ, ესეც წაკიდებული ქრისტიანებით, მაგრამ არავინ იცის როგორი იქნება და ამაზე მძაფრი იქნება თუ ამაზე მსუბუქი. მორალურად რამდენად როგორი გადასალახი იქნება. და ამიტომ გამტკიცებული უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენგანი და ესეთი დაჯერებული და დაღვინებული უნდა იყოს იმ რწმენაში, რომელიც ჩვენ ყველამ მაცხოვნებლად მივიჩნიეთ და რომელსაც შევუდექით. და რომელიც მართლა ღვთისგანაა ჩვენთვის მოცემული. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძვირესისა მიმართ, აწტუნებდნენ და სცდებოდიან. და აი ეს ხალხი უკეთური ადამიანები სხვებსაც აწტუნებენო და თავსაც იწტუნებენო. თვითონაც ცდებიან. ხოლო შედაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრძმენა, უწყივისგან გისწავიეს. იმიტომ რომ იქ ვერ გაიგებო ამ ყველაფრის წყარო საიდან მოდის, ფეხები, ფესვები სადაა, ვერ ხვდები ზოგჯერ. ზოგჯერ კი არა, როგორც წესი. შენ გგონია ამ ადამიანს ელაპარაკები და ამ ადამიანის უკან ვინ დგას და იმის უკან ვინ დგას და ვისი აზრი მოაქვს შენამდე და ვისი გეგმა მოაქვს, ვერ გაიგებ. და შენ დაადგერიო, ანუ მტკიცეთ იყავიო იმაზე, რომელიც რაც გისწავლია და ვისგანაც გისწავლია, ანუ თავის თავს ახსენებს პავლე. რომ შენ ისიც იცი, ვისგან ისწავლე, ისიც იცი, რა ისწავლე და არაფერი დამალული, არაფერი ესეთი პირმოთნეობით და შემდეგ გაკეთებული შენამდე არ მოსულა. სადაც არის სიცხადე, სადაც არის ეს სიმკაფეოვე, აი ამას უნდა მიყვეო და მტკიცეთ იყავიო, ახსენებს და ანუგეშებს პავლე მას. რამე თუ სიღრმიდან საამქრთონი წიგნი იცი, როგორი მნიშვნელობა აქვს ადრეული ასაკიდანვე სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას. სიღრმიდან საამქრთონი წიგნი იცი, რომელნი შემძლებელ არიან განგრძობა ჩვენ და ცხოვრებისათვის სარწმუნოებითა ქრისტე იესოს. ყველები სულ მოყვებიან და არ დაგცემენ, იმიტომ რომ თუ არ მოკვდის რაღაცა გზაში, ესე იგი შენ გააგრძელებს სიცოცხლეს. და ამაში გეხმარებიან ეს მაცხოვნებელი წიგნები. ყოველი წიგნი ღვთისმსულიერი და სარგებელი სამოწყვრებელად არის. ეს წიგნებიო ყველაფერი არისო სამოწყვრებელად, ანუ დასამოწყვრად და გასაზრდელად. და სარგებელი სამოწყვრებელად არის და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლებელად სიმართლის. რომ გაარჩიო, იქ ამხილო რაღაცა, ეს შეცდომაა, ეს სწორია, ეს და ასე განვითარდო. რაითა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა, კეთილისა განმტკიცება. ეს ყველაფერი კი იმისთვის არისო, რომ ვინც ღვთისკაცობას ინდომებს, იგი იყოსო ნამდვილად განმტკიცებული. იგი იყოს აი ამ ყველაფერზე დაყრდნობილი და არა სინამდვილეში სადაა მისი დასაყრდენი არ იცოდე. რა არის მისი მიზანი არ იცოდე. და ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ იცოდეს. ამიტომაც აი ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომელიც დღეს ჩვენ პავლე მოციქულის ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლიდან წავიკითხეთ, მესამე თავის ფირფიტლიანად წავიკითხეთ, შუა ნაწილი. გვახსენებს იმას, რომ ყოველთვის იყვნენ ესეთი უსიყვარულო, ორგული და ესეთი ადამიანები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნდა ვეცადოთ ერთის მხრივ ზომიერი დისტანცია დავიცვათ ყველასგან, იმიტომ რომ უნდა ვაღიაროთ ადამიანები იცვლებიან, ყველა ჩვენი მოსაწონი ყოველთვის ვერ იქნება და ეგრე სუმართო უნდა ვიყოთ და ეგრე შეიძლება დღეს ადამიანი კარგია და ხვალ ისე დაეცეს და ისე შეცდომაში შეიყვანოს ეშმაკმა, რომ რა ვქნათ ასე სულ
სულ ხო არ გადავყვეთ ერთი მეორეს ეგრე მაშინ პატიება აღარ უნდა არსებობდეს, მაშინ შერიგება არ უნდა არსებობდეს, მაშინ მონანიება აღარ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად განეშორეო პავლე ამბობს მკაფიო. არ შეიძლება როგორც უფალმა ბრძანა ერთმა ტოტმა მოისხას ვაზიც და ეკალიც. არ შეიძლება ერთი წყაროდან ამოვიდეს ტკბილიც და მწარეც. ან აქეთ უნდა იყო, ან იქით, ორი ბატონის მონა ვერ იქნება. და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და გადარჩევით კიდე რაღაცა უნდა ავიტანოთ, როგორც ღვარდლის შესახებ უფლის იგავშია, რომ ღვარდლი, სარეველა რომ ამოვიდა ყანაში. ბატონს უთხრეს მოსამსახურეებმა შევალთო და გამოუმარგვალთო, გამოგლეჯთო ამ სარეველას. ბატონმა გააჩერა. არა, გაანებეთ თავი, სარეველას მოთხოვრის დროს კარგიც არ დააზიანოთ, როდესაც მომკა იქნება, მომკა არის მეორედ მოსვლის სიმბოლო, მაშინ გადაირჩევა სად არის იფკლი, ხორბალი და სად არის სარეველი. საბოლოო გარჩევა ყველაფრისა, საბოლოო გაყოფა კარგისა და ცუდისა მოხდება მხოლოდ მეორედ მოსვლის დროს. მანამდე რაღაცეები ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცა კარგი, ყველას გვაქვს რაღაცა ცუდი. და ამას კიდევ უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს ლევანდელი კვირის დასახელება მეზვერისა და ფარისევლისა როა ეს კვირა. რომ ნებისმიერ ჩვენგანში ცოცხლობს ფარისეველი, ნებისმიერ ჩვენგანში ცხოვრობს მეზვერი. და ჩვენ თუ რამე კარგია, ფარისევლისგანაც უნდა ავიღოთ, ის წესრიგიანობა, ის მსახურების სიყვარული, ის ნამდვილად სწორი გზის არჩევა და მეზვერისგანაც უნდა ავიღოთ ნამდვილი სულიერი გაგება ღმერთთან ურთიერთობისა, ცხოვრებისა და არსებობისა. ამიტომაც არასოდეს დავკარგოთ იმედი, იმიტომ რომ არავის არ დატოვებს უფალი თავისი წყალობის გარეშე. მათ შორის არც მეზვერეს, არც არავის. ღმერთმა მოგწეს წინანული მეზვერისა ყველას, ღმერთმა ღირსეული სიმართლე გაგვითენოს, დაამშვიდოს, გადაარჩინოს და გააძლიეროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი საქართველო. გაიხარეთ და მშვიდობით და ჯანმრთელად იყავით. მომდევნო კვირის განრიგი გვექნება ჩვეულებრივი, სამშაბათს ლოცვა, ოთხშაბათს წირვა, ხუთშაბათს პარაკლისი, პარასკევს ლოცვა და შაბათს წირვა. შაბათს არის საუფლო დღესასწაული მირქმისა და მირქმის სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. და შაბათს იქნება მერე ისე ლოცვა და კვირას წირვა ტრადიციულ დროს 16 საათზე და 9 საათზე. გაიხარეთ, გაძლიერდით და აშენდით ძვირფასები. ჩვენთან არის ღმერთი.